გამარჯობა, მივესალმები ჩემს გამომწერებს, მინდა მოვიკითხო ყველა დიდი სიყვარულით და დღეს მინდა რომ ვილაპარაკო ცეცხლოვან ბიძინაზე. და რატო მაინდა-მაინც ცეცხლოვან ბიძინაზე? მაინდა-მაინც ეს სასაცილოდ არ არის საქმე და სახუმაროთ და არც აირონიოთ, იმიტომ რომ უბრალო ადამიანები ზარალდებიან. ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო თავისი ჩვეული მახრჩობელას გაკეთება ხაზარაძის მიმართულებით. და რას გულისხმობ ახლა ამას? ბევრმა შეიძლება არ იცის, მაგრამ მოხდა ინციდენტი, მოგეხსენებათ, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორია დაწვა ბიძინა ივანიშვილმა, ეს არ იყო შემთხვევითი ხანძარი და რა ხდება? სვამს საზოგადოება კითხვას, ხალხი შეკითხვას სვამს და აი მართლა იქ მყოფი უბრალო ადამიანები არიან დაზარალებული, როგორც გაიხსენეთ კარგად, რა მოხდა დეცკიმირში. და რატო ეგრეთ წოდებულ დეცკიმირში, როგორ დაწვა დეცკიმირი თბილისში და ის მიმდებარე ტერიტორია, ყოფილი დეცკიმირს ვამბობ და რამდენი ადამიანი დაზარალდა და რამდენჯერ დაწვა ლილოს ბაზრობა. ეს სხვას არ გაუკეთებია, ეს არის ერთი ხელწერა, ეს არის ცეცხლოვანი ბიძინას ხელწერა და ამას აკეთებს თავისი ოპონენტების წინააღმდეგ. იმიტომ რომ ხელისუფლება მის ხელშია დესტრუქცია, მის ხელშია პროკურატურა, მის ხელშია სასამართლო, მის ხელშია ყველაფერი მის ხელშია და ყველას აიძულებს, რომ მისი თამაშის წესებით იმოქმედოს. მილიარდელი უკვე ვეღარ არის, იმიტომ რომ თუმცა რა მაგას მილიონებიც კარგად ეყოფა ოკუპირებულ საქართველოში, თავისი სიცოცხლის ბოლო დღემდე იცხოვროს იდეალურად. ეგ არ ვამბობ, იმიტომ რომ უნდა გვიხაროდეს რაღაცა. მე რა შეიძლება ვიღაცისთვის ეს არის რაღაცა სტატისტიკა ფინანსური, მაგრამ ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არის უბრალო გამოწვევა, მეტი არაფერი რა. შეზღუდეს, შემოზღუდეს, მე არ ვფიქრობ, რომ მანდ-მაინც ტოტალურად ვინმე ხელი მოკიდა მაგას ყურში. არა, უბრალოდ ის არეალი არა აქვს ფრთების რო გაშალოს და ამოვარდა იმ ბლუმბერგებიდან ამიდან აღარ იძებნება ქართველი მილიარდელი, მაგრამ სამაგიეროდ რა აგერა ამთელო ქართულ ოქროს აზის და რუსეთში ყიდის და კიდე 1000 უბედურებები, მაგრამ აი ამ ტერიტორიებს დაერია ახლა და როგორც ნერონი ძველ რომში ოღონდ პარალელს როცა გავავლეთ ნერონთან რა, კარგად დავიმახსოვროთ მხოლოდ და მხოლოდ რაც დარჩა, რაც შეადარებს ამ ორ ნეგატიურ პერსონას, გამიგე, ქართულ რეალობაში და ანტიკურ რომაულ რეალობაში, ეს არის ბოროტება. ორივე არის ძალიან ბოროტი, ორივე არის სისასტიკით გამორჩეული და ოღონდ დღევანდელი გამოწვევებით შეფარული მანიაკია ივანიშვილი, როგორც ვთქვათ ანტიკურ რომში იყო ნერონი. მხოლოდ და მხოლოდ ეს ორი განსხვავება აქვს ამ ორ ფიგურას. სტილი ერთი აქვს მოქმედების ოპონენტებთან ბრძოლის, მაშინ ახლა მოგეხსენებათ თქვენ აბსოლუტური მონარქი იყო თვითონ და საკუთარი დედა მოკლა, რომელი მუცლიდანაც გაჩნდა იქ და არტყა დანა და იქ უტირა ყოფა და ხა თუ გონიათ რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ნათესავებს ისე არ უსწორდება, ვინც თავის ფინანსურ თემებში არსის, ძალიან ცდებით ეს ახლა შეიძლება ესე ნათლად არ იყოს ამ თუთას გამოვლენილი, მაგრამ აქ მასაც იმ დონის სისასტიკე რომ ნერონის სულისკვეთების ადამიანად ხდის. ამიტომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ცეცხლით თამაში, ცეცხლთან თამაში. ეს სიტყვები არ არის მხოლოდ ფიგურალური შედარებები აი ამ ორი იდიოტი საბოლოო ჯამში იდიოტები არიან, იმიტომ რომ ესენი არ ღუპავენ მარტო საკუთარ გარემოცვას. კი, განწირულები არიან ისინი საბოლოო დაღუპვისთვის. ამ რეალობისგან მაგათ ვერავინ ვერ იხსნის, მაგრამ ის ყოფა რაშიდაც ეს იდიოტიზმი იხარშება, საბოლოოდ პირამიდა და აუცილებლად მოინკიან ამის შედეგს, მაგრამ ხალხსაც ხუპავენ უფრო ფართო არეალში და ფართო მასაში, ქართველებს ხუპავენ. ის რომაელებს ხუპავდა და დედა უტირეს ბოლოს მოკლეს და კარგია ისე, უნდა გაიაზროს კაცმა მსოფლიო ისტორია და განსაკუთრებით რომის ისტორია, იმიტომ უნდა გაიაზროს ადამიანმა, რომ ეს არის თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების სარკე. მე ასე მიმაჩნია, იმიტომ რომ ნებისმიერ დღევანდელი პოლიტიკური სტაგნაციები არის ზუსტად შეიძლება დაქვეითებული ლიბერალური განწყობით შეფუთული მომენტები, მაგრამ სისასტიკე ერთია და არა მარტო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. მსოფლიო პოლიტიკას აღარ შევეხები. ახლა ვინაიდან ჩვენ გვყავს პატარა ნერონი. საქართველოში ყავს პატარა ნერონი, რომელიც წვავს და მზად არის დაწვას არა მარტო თბილისი, არამედ მთელი საქართველო, ოღონდ მის პოლიტიკურ ინტერესებს მოერგოს ყველაფერი. რა ხდება?
რა სადაზღვეო სისტემა გვაქვს ისეთი რომელიმე მათგანმა ლილოს ბაზრობა რო დაწვეს რომელიმე ეგრეთ წოდებულმა მოვაჭრემ მიიღო ადეკვატური ფინანსური დახმარება წელში გაიმართა მცირე მეწარმეობა რამე მოხდა იქ ან თუნდაც დესკიმირი რო დაწვა დამნაშავე გამოვლინდა თუ რა ერთი შემთხვევა მითხარით საბოტაჟებზე რო დაძდევენ ამ გამოსირებულ ქალს ნანუკა ჟორჟოლიანს ხო ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, მაშინ რომ უნდა გაეკეთებიათ საქმე, იმის იმიტაციას აკეთებენ ახლა. ყველანაირი რეიტინგ დავარდნილებ. ფაქტიურად შეფასება რომ მივცეთ აი ამ დღევანდელ პოლიტიკურ მოვლენებს, იცით როგორი მომენტია? აი ხელისუფლება ქუჩაში აგდია საქართველოში. მაგრამ კაციშვილი არ არის, რომელიც მას ხელში აიღებს. ძალა არ არის. იმიტომ რომ ნერონმა, ჩვენმა ნერონმა რა ბიძერონმა, მოდი ასე დავარქვათ, ბიძერონს დაუძახებ მაგას დღეიდან. ის ყველა ძალა, ვინც იყო ადეკვატური, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად კოაბიტაციის შემდეგ მოსპო. და ის ძალა ადეკვატური ძალა მანამდე მოსპო და გაანადგურა, რომელსაც შეიძლება, რა ვიცი ახლა ადეკვატური ოპონირება ქონოდა რა, აი ამ ქართულ ოცნებასთან. არ ჭირდებათ სუფთა ადამიანები, არ ჭირდებათ შედარება, იცით, აი ხო შეიძლება გაკეთდეს შედარება და თქვას ადამიანმა, რომ აი ესენი არა, მაგრამ ესენი და აი მივცეთ თქვათ შანსი ამ ადამიანებს, მოვიდნენ, მაინც არაფერი არ კეთდება და ხო შეიძლება დიდი პოტენციალი არა აქვს, მაგრამ იქნება უკეთესობა რაღაცა იყოს აქეთკენ. ქართველებს ეს არჩევანი არ აქვს, ეს არის დილემა. ძალიან მწარე დილემა არის ეს შემოკარგებოდა. საბოლოო ჯამში, რა ვიცი, გვევლინება ესეთი მომენტი, ძალიან რთული ვიტალური მდგომარეობა გვიდგას ქვეყანაში. არა მარტო ალიმენტარული პრობლემებია, გამყვების პრობლემებია, არამედ ეგზისტენციალიზმის პრობლემებია, როგორ იარსებებ, როგორ იქნები. ადამიანი მარტო ჭამა და ჭამაზე ფიქრიო რო არის, ის რო ამბობს მაჭავარიანი თავის ის ხო არ არის მარტო რა, კუჭი როგორ გახვიდე და მოინელო, არა. ადამიანს გინდა, შენი სოციუმი გინდა, შენი საზოგადოება გინდა, ურთიერთობა გინდა. ეს ქმნის რაღაცა ცივილურ ჰუმანურ ღირებულებებს, ეს აღარ დარჩა ქვეყანაში. ყველაფერი გადაგვარებულია. დარჩა მხოლოდ ტერიტორიები ასათვისებელი, შიგნით, ქვეყნის შიდა ოკუპაცია მიდის ცეცხლით. და ეხლა როგორც დიდი გეგმები ქონდა ნერონს რომში. ოღონდ მოდი რა, ყველაფერს რეალურად დავარქვა თავის სახელი, იმ ეპოქაში, იმ რომში, იმ ნერონს უფრო სერიოზული განზრახვები ქონდა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს აქვს სასიკეთოდ საქართველოსთვის. იმან რაღაცის მიზნით რაღაცა გააკეთა, ხო, დაწვა, მთელი რომი გადაწვა და ქრისტიანებს დააბრალა და ჯვარზე გააკრა და 1000 უბედურება აკეთა, მაგრამ იმან მერე რომი ააშენა, თავიდან ოღონ იმ არქიტექტურით, როგორც მას ჰქონდა წარმოდგენილი. ამის არქიტექტურა, ნუ ახლა ამის არქიტექტურა კი იცით, გახედეთ აგერ თბილისს და შეხედავთ იმ კოლბებს და დაინახავთ რა არქიტექტურაში ცხოვრობს და გონია რომ ეს არის სოფლიო გამოწვევა და ესაა თანამედროვე ნოვაცია და ეს ერწყმის ჩვენს ისტორიას და აი ესეთი იდიოტიზმი ჭირს მაგას, აი ზუსტად ესეთი იდიოტიზმი, მაგი ახლა რომ მაგას რო შეკითხო, კანტს ჯობია, ნიცშეს ჯობია, ფილოსოფოსია, დოქტორია, რა ვიცი, ვინ აღარ არის. დააკვირდით ადამიანს თვითონ ჰაბიტუსი გეტყვით რა არის და როგორ მე თუ მკითხავთ ბიძინა ივანიშვილის შექმნილი პიროვნება. თავიდან ბოლომდე შექმნილი პიროვნება, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება უბრალოდ იყოს. ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები არის მისი ყოფის ირგვლივ, მისი ფინანსების ირგვლივ, მისი არსებობის ირგვლივ, ესეთი ადამიანები საერთოდ მილიონერი სუფთა ხელებით ვერ ხდები. არა მარტო საქართველოს, შეიძლება ითქვას მსოფლიოში და მით უმეტეს საქართველოში. როცა ამხელა სისხლი გაქვს ხელებზე, როცა რა ვიცი, ყველა მომენტს ერგები რა, სააკაშვილის დროს მისი დამფინანსებელი ხარ, მისი სტრუქტურების დამფინანსებელი ხარ, სალადობის წამხალისებელი ხარ, ხელს და ტაშს უკრავ იმ პოლიციას, აძლევ, აჭმევ, პრემიებს ურიცხავ და მერე უცებ რადიკალურად ცვლის შენს მიმართულებას და უპირისპირდები და იღებ ხელში ძალაუფლებას და რა შეგცვლის შენ რა გაგაუმჯობესებს, რა იქნება შენი მოტივი, იმაზე უკეთესი რაც იყო, არაფერი არ იქნება, ხო? გამოგვიყენა მთელი ქართველიერი. აი ესაა სიმართლე, გამოიყენა ხალხის სენტიმენტები, გამოიყენა ხალხის გაჭირვება, გამოიყენა ხალხის წამება, სისხლი გამოიყენა და მოვიდა თვითონ უარესი. აი ეს მივიღეთ ჩვენ და რა, რომელი მიმართულება დააფასა, რომელი მიმართულების მიმართ გახდა თქვათ პატივის მცემელი.
ბიძინა ივანიშვილი კონსერვატორი, როგორც სააკაშვილი იყო ბრჭყალებში კონსერვატორი, ესეთი გაგებით. ეგ არ იყო, რომ გამოვიდა ილაპარაკა, არ შეიძლება საპატრიარქოს გაღმერთება და გაკერბება. კი, არავის გაკერბება არ შეიძლება. უდაოდ გეუბნებით, მაგრამ ასეთი ლოგიკით ხელი რო დაუქნია საპატრიარქოს, თქვენ მარტო არ ახართ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ავტორიტეტი, აგერ მე ვარ ავტორიტეტიო, ეს იყო ზუსტად ბრძოლა საპატრიარქოს პოლიტიკასთან, არა საეკლესიო სამართალთან, არა საეკლესიო პოლიტიკასთან, არამედ საპატრიარქოს მიერ შექმნილ არალეგალურ პოლიტიკურ დაჯგუფებებთან. ამითი დაუძახავ. ამ რებუსებით ლაპარაკი და მისი ანალიზის და მისი გაგება ეხლა ყველას არ ძალუც, არ შეუძლია და არ შეიძლება შეეძლოს. მაგრამ ეს ფაქტია და ახლა თქვენ წარმოგიდგენიათ სიანიდის კლანი ესენი ისინი ყველაფერი ამის უკან თვითონ დგას. ქართული ეკლესიის წინააღმდეგა გალაშქრება თუ არა საპატრიარქოს მიმართ გალაშქრება, არა იმ ნაძირლების მიმართ გალაშქრება, თუნდაც სააკაშვილი ჯიპებს აძლევდა, საიდან აძლევდა, ყველა ბიძინა ივანიშვილის ფინანსები იყო. მე სააკაშვილი იმას თავის ბოროტებას უმატებდა, იქ დებდა მოსასმენებს, იქ კომპრომატებს აგროვებდა ხალხს. ასე იყო. და ეს მოსული აგრძელებს იმყოფას, აბა წაიკითხეთ ის გამოსაჯარებული ეგრეთ წოდებული უშიშროების ფაილები თუ არ არის განგრძობადობა იმ პოლიტიკის, რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა. ჩვეულებრივი ტანდემია, როგორ შეაღწიო, როგორ დაშალო და იბატონო, ოღონდ ისევ რომაული პოლიტიკის, ოღონდ არა იმპერიალისტური გაგებით, არამედ შენ ქვეყანაში. როგორ უნდა მოიქცე, როგორ დაამარცხო ნებისმიერი ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტი, ძალა და ჯგუფება, რომ მათზე მოიპოვო ზეგავლენა. ეს არ არის რაღაცა ფორმულა კლასიკური, ეს არის ძველი აპრობირებული მეთოდი და ბიძინა ივანიშვილმა ცეხავი კურდონზე ეს იცის და აკეთებს. ამით რამინდა იცი თქვა, არაფერიც არ გაუმჯობესებულა. ყველაფერი მიდის გაუარესებისკენ და მიდის იქეთკენ, საითკენაც მივდიოდით აქამდე და არაფერი არ იცვლება. რას ააშენებს ბიძინა ივანიშვილი? რას გააკეთებს? რა გააკეთა დეცკიმირისათვის, რა გააკეთა დამწვარი ლილოს ბაზრობის ადგილზე, რას გააკეთებს ის აგერ ვაგზლის ტერიტორიაზე რაც მოხდა? არაფერსაც არ გააკეთებს. ვაი საწოდაო საქართველოს მოქალაქეებო, ვინც ამ ნაძირალა ხაზარაძის შუაში და ბიძინა ივანიშვილის ომის შუაშია. იქ უბრალოდ ლავკაზე ვინც იდგა ხალხი და დღიურად და ხუთელარს შოულებდა. ვაი ის საწოდაო ქართველებო, ვაი თქვენ გაჭირვებულებო, თორე ამათ ომი აქვთ და როცა ხესჭრიან ნაფოც არ ითვლიან თქვენი ჭირიმე. ეს მინდოდა რომ მეთქვა. ეს მინდოდა რომ გადმომეც. მე არავის არ ვაიძულებ ამ სიმართლის მოსმენას, მე მაქვს ჩემი ანალიზი, მე მაქვს ჩემი შეხედულებები ამ ყველაფერთან მიმართებაში. გინდათ მოусმინეთ, გინდა და იცხოვრეთ იმ ყოველდღიურობაში, მანამდე სანამ არ აღმოჩნდებით რომელიმე ბაყდევის ბურძოლის არეალში და თქვენც მოგხვდებათ ის ქვაღორღი ცხვირპირში, რომ მოგხვდებათ და პირადზე შეგეხებათ, მერე გექნებათ სურვილი იმისი ამოიღოთ ხმა, მაგრამ მერე ერთობა აღარ გექნებათ, იმიტომ რომ ერთობა თურმე ამ ქვეყანაში არსად არ არის. იმიტომ რომ ერთობას ებრძვიან, ერთობა უნდა დაიშალოს, ერთობა უნდა დაინგრეს. სხვანაირად არ გამოვა, დაყავი და იბატონეს პოლიტიკა მიდის ქვეყანაში. ეს არის, ეს ხდება. დამისახელეთ რომელიმე საბანკო სისტემა ქვეყანაში, რომელიც მოიტანს ისეთ პოლიტიკას, რომელიც თავისთავად გადააზღვევს მუშა ადამიანის საფრთხეებს და რისკებს. არა, ვერ დამისახელებთ. მხოლოდ რისკების დაზღვევა ხდება პოლიტიკაში მყოფი ადამიანებისთვის და განსაკუთრებულად მათთვის, ვინც ხელისუფლებაშია. დანარჩენი დებს მიდის ვაბანკზე. ვაბანკზე მყოფი პირი არის იმისთვის მზად დაკარგოს ყველაფერი, კონდეს ყველაფერი ან არ კონდეს არაფერი. არ არსებობს რისკების სხვა გაანგარიშება და არ არსებობს რისკების სხვა ანალიზი, იმიტომ რომ საქართველოში არ არის პოლიტიკა გამჭირვალე, საზოგადოებრივი არ არის და მორჩა რა. განგსტერების სამოთხეა ჩვენი ქვეყანა და არა ქართველების სამოთხე და არა რელიგიურად გადმოცემული აღთქმული ქვეყანა, რომ ოდესმე შეიძლება ამ იდეით და ამ ფილოსოფიით გავბრწყინდეთ. არანაირად არა. მე არ ვიცი ვინ რას ფიქრობს და ვინ რას უყურებს. გელტაცობი ამიდის იქეთ საპატრიარქო იტაცებს ქართულ მიწებს, აქეთ ინდოელები იტაცებენ ქართულ მიწებს, იქეთ ხო იმაციაც რაღაცა ჯგუფებზეა მიწები გაყიდული, აქეთ
ბიძინა ივანიშვილია იქეთ ოპოზიციის კლანებია თქვენ წარმოიდგენთ ეს აკია ბარბაკაძე რო ახლა ეს ვინ არის ამათ ომში მაგრამ იმასაც კი თბილისში მიწის ქვეშა გადასასვლელები აქვს შესყიდული რომ იქ ვაჭრობა კონდეს ძლიერი ტიპები არიან ფინანსურად გამაგრებული აქვს ზურგი არ ეშინიათ მათ ხვალინდელი დღის არ ეშინიათ თქვენ წარმოგიდგენიათ რა ხდება თქვენ გააზრებული გაქვთ რა ხდება ეს არის ჩვეულებრივი ომი ტერიტორიებისთვის ქართული ტერიტორიებისთვის და საბოლოო ჯამში ამათ ომებში დაცლილი საქართველოს მოსახლეობა სადაც არის უკვე დემოგრაფიული პრობლემები და ერთადერთი ბჟუტავი ქალაქებს უძახი მე მაგას ეს არის თბილისი და ბათუმი სხვა მეტი საქართველოს არ არის დღეს მაპატიეთ რა მაგრამ ეს არის იმიტომ რომ თუ სადმე ცირკულაცია ხდება თანხის აკუმულირება გაცემა დახარჯვა აღება ეს ამორ რეგიონში ხდება და ისიც თქვენ მოგეხსენებათ რატო და რისი გულისთვის ახლა ამ თემას არ გავშლი ერთი არის ცენტრი და მითო ხდება და მეორე არის დასასვენებელი ზონა და ეს რა ქვია ეგრეთ წოდებული გასართობი ზონა და რა თუ რამე აზერბაიჯანში არ არის ნებადართული თუ რამე სომხეთში არ არის ნებადართული შეუძლიათ ჩამოვიდნენ საქართველოში დახარჯონ ფული და მიიღონ ის რისი ყიდვად შეიძლება აქ რასაც თავაზობს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა რასაც თავაზობდა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა ქართველი ერი გადაიქცა არალეგალური მომსახურეობის ბიზნესში ჩართულ დაჯგუფებად მას არა აქვს თავის ტერიტორიაზე ლეგალური შესაძლებლობების ათვისების საშუალება. მარტივი ენით, ჩემო კარგებო, მარტივი ენით რო გითხრათ, ეს არის გენოციდის წინაპირობა. გენოციდის წინაპირობა. რამდენი შემცირდა საქართველოს მოქალაქეები, რამდენი ადამიანი გავიდა, რამდენ ქართველს გაუუქმა იუსტიციის სასახლემ თუ იუსტიციის სახლმა აპატიეთ საქართველოს მოქალაქეობა და რამდენ უცხოელს მიანიჭა. რას ემსახურება მათი ჩანაფიქრი იმის შესახებ, რომ 17 ქვეყანას უვიზოდ გაუხსნან საზღვრები და აქ ცხოვრების უფლება მისცენ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენ კულტურასთან, ჩვენ საზოგადოებასთან არანაირი შემხებლობა არ აქვთ, არიციან ქართული ენა. შემოაქვთ მისი კულტურა, არ ასიმილირდებიან ჩვენ საზოგადოებასთან და პირიქით აიძულებენ ქართველებს მათ ენაზე ილაპარაკონ საქართველოში და მართონ ისეთი სახელმწიფოებრივი საკითხები, თუნდაც როგორც არის ენაზე საუბარი, ენა ცნობიერებითი არ არის, ამას ნუ შეეთამაშება რა. არ არის ენა, არ არის სახელმწიფო. არ არის დამწერლობა, არ არის სახელმწიფო. ჩვენ ეს მოყვა, ისტორიულად მოყვა, ესენი გვინადგურებენ. აი ეს არის რეალობა. ამის თქმა ამათ ენაზე არის დანაშაული. ოღონდ სიმართლეს ნუ იტყვი, ოღონდ სიმართლეს თვალებში ნუ ჩახედავ რა. და ოღონდ იყავი ჩუმად და შენ კაი მოქალაქე იქნები რა. კარგი მოქალაქე ნიშნავს ჩუმ მოქალაქეს. კარგი მოქალაქე საქართველოში ნიშნავს თავდახრილი მოქალაქეს. კარგი მოქალაქე საქართველოში არის ტოლფარდი ეგალური ჩმორი მოქალაქის. არ მინდოდა ასე დეტალურად დასვლა ამ ყველაფერზე რა. არ მინდოდა რომ შევეხო საერთო ღირსებას, მაგრამ მე კი არ ვეხები ამას. ამას ეხება მოცემულობა. მოცემულობა ნაცვლად იმისა დღის წესრიგი იყოს. ჩვენი რომ რაც შეიძლება მეტი სკოლებში სახელმწიფო პოლიტიკა, ეროვნული პოლიტიკა, რაც შეიძლება ბაღებში მეტი ეროვნული პოლიტიკა, მათი გამოკვების, მათი საკუთარი სამშობლოს გაცნობის პოლიტიკა. ამაში ჩადებული საგანმანათლებლო სისტემაში რესურსი არა. ნაცვლად ამისა ვრთავ ტელევიზორს და ნანუკა ჟორჟოლიანს უყურებ იქ როგორ თავისი ტელეფონით რაღაცა წაართვეს, წამოართვეს, ნანუკე დასაჯეს და ხალხს ის სიამოვნებს. და ბიძინამ ეს იცის. რატო სიამოვნებს იცის რა როგორი მანდალაა და იცის ძალიან კარგად ის რომ რასაკეთებდა როცა მისი ქმრად ნამყოფი იყო ხელისუფლებაში. როგორ აწვალებდა ადამიანებს, როგორ ურევდა სულს, როგორ ტყავი გამოიცვალა დასუსტ და ხერხემალზე გაეკრა ჭიპი, ეს ნიშნავს ნანუკა ჟორჟოლიანი აღარ არის? თუ საზოგადოებისთვის მისაღები გახდა, როგორი ფანდებია, როგორი ხრიკებია. ხო. და ანახებენ სახლს ნანუკა ჟორჟოლიანის სახლს კი არა. სასახლეს. და მისი ყოველდღიური გამოწვევა ისა სარბენ ბილიკზე როგორ ირბინოს.
და მე რა დაპოსტოს Facebook-ში. როგორ შეაგინოს ხელისუფლებას და როგორ შეაგინოს ვიღაცებს. ეს არის მისი ყოველდღიურობა, როგორ დადგან კონცერტი. და მიაგზავნა ეს ბიძინა ივანიშვილის პროკურატურა, აი დაახლოებით რო იცოდეთ რა როგორი რაღაცა ხდება, ახლა მაგ ზუსტად რო იცოდეთ, ხდება ის რომ მიაგზავნა ბიძინა ივანიშვილის პროკურატურა და წინასწარ იციან იმ ტელეფონში ვის ელაპარაკება, როგორ ელაპარაკება, როგორ ყიდის ქვეყანას განა არიციან. თვითონ კონცერტი მოღალატეები არიან და მისი სულის ადამიანები არიციან, სად მუშაობენ და როგორ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მუშაობენ, რა თქმა უნდა იციან. და მიაგზავნა თავისი პროკურატურა და ართმევს ტელეფონს რომ მე ხვალდაზე გამოიტანოს ის ტელეფონი და იცით რა თქვას? აი, ნანუკა ჟორჟოლიანი, თქვენთვის ცნობადი სახე, როგორ აკეთებდა ქვეყანაში საბოტაჟს, როგორ იჭერდა იმ სენტიმენტებს უცხოურს, რომ ქვეყანა ჩვენი დამხობილიყო. აი, ეს არის ნარატივი. და ესეთი მასალები ბევრი ექნებათ, იმიტომ ნანუკა ჟორჟოლიანი არის ნაგავი, რომელსაც არაერთხელ ქვეყნის საწინააღმდეგოდ გაუსროლია. ბიძინა მიცის, იმიტომ რომ ერთ დროს მის ფულზე იყო დახარბებული ღორი და იცის მისი გოჭი რასაც ითხოვს, ოღონდ გაზრდილია უკვე ღორია. ეგა სიმართლე. მაგრამ შედეგი ხო უნდა მოყვეს ამ ყველაფერს? სამართლებრივი მსვლელობა ხო უნდა იყოს ადამიანი თუ ქვეყანას ღალატობს, თუ რომელიმე უცხოურ ქვეყნიდან დავალებას იღებს, რა მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში დესტრუქციის მოწყობისთვის, ეს სამართლის სანქციას ითვალისწინებს და ამის გულისთვის ციხეში უნდა იჯდეს. ნანუკა ჟორჟოლიანს არავინ არ დაიჭერს. არავინ არ გადაიყვანს ქალთა კოლონიაში, არავინ არ ჩააყუდებს იქ, სადაც მაგი და მისი ქმარი უსამართლოდ სვამდა საქართველოს მოქალაქეებს და დარჩება ეს ყველაფერი თეატრად, უნიჭო წარმოდგენად და ზოგადად ბიძინა ივანიშვილის სისტემამ თეატრალიზმში, აი კიდევ ერთხელ გეუბნებით ხალხო, მე კი არ გეთამაშებით. მე შედარებებს გიკეთებთ თქვენი ნება, ეხლა თუ მასამ არ იცის ვინაა ნერონი. ნერონს უყვარდა თეატრი. ძალიან უყვარდა თეატრი, სანამ რომს გადაწვავდა რა, ამ ფსიქიკაზე მივიდოდა, რას აკეთებდა, იცით? თეატრებს დგამდა, თავარ როლებს ამ თეატრში ასრულებდა თვითონ და აიძულებდა ყველას, რომ ტაში დაეკრათ მისთვის. ორსულ ქალებს უძახოდა, აიძულებდა იქ მისვლას და ორსული ქალები ისეთ დღეში ვარდებოდნენ, რომ ნერონის სპექტაკლებზე მშობიარობდნენ. აი ფსიქიატრიას რა დონეზე შეუძლია საზოგადოება მიიყვანოს, გამიგეთ? და ბოლოს ამ როლებში შესული იმ დონეზე იყო როლებში, იქედან ვეღარ გამოვიდა. და მჯერა რომ ბიძინა ივანიშვილიც იმ როლში დარჩება. და საბოლოო მისი განაჩენი რა იყო, იცით? აი ნერონის, ბევრმა არ იცის ახალგაზრდა თაობა არ მაპატიეთ არ კითხულობს, არ აინტერესებს რომის ისტორიას, კარაგერ მისი ქვეყნის ისტორიას არ კითხულობს. რო შეეკითხო მისი წინაპარი ვინ იყო, არ იცის. არ აინტერესებს, იმას სხვა ღირებულებები აქვს მიწოდებული და განათლების სისტემა მოშლილია და დღეს სხვა გამოწვევები აქვს. მე თანამედროვე ახალგაზრდას მე ძალიან ხშირ დეტალურად ვიკვლევ ამ ყველაფერს და ახლა არ მინდა დეტალურად ამაზე ვილაპარაკო, მაგრამ თანამედროვე ქართველი ახალგაზრდის სურვილი არის როგორ გაიქცეს საკუთარი ქვეყნიდან, წავიდეს ამერიკაში, იმუშაოს მძღოლად და კონდეს დიდი ხელფასი. აი აქ მთავრდება მათი ოცნების დიაპაზონი. უმრავლესობა ამას ასე ფიქრობს. მე რა რომ შეიძლება გადალახვა მოუწიოს იქ რაღაც არალეგალურად შესვლის. მაგრამ ახლა ის პოლიტიკური მოცემულობაც დაიხურა. ახლა აღარ ვიცი ისინი რაზე ოცნებობენ. ოცნებები ქვეყანაში ოცნებებად რჩება. მით უმეტეს ამათ ხელში ეს იდიოტები რომ მოვიდნენ, იმიტომ რომ ეს ამათმა იმ მდგომარეობაში ჩააგდეს მთელი სახელმწიფო, ლამის შეიძლება მთელი საქართველოს კონსერვაცია მოუწიოს, კაციშვილმა ვერ გავიდეს, ვერ გამოვიდეს, იმიტომ ყველა სანქციებს გვადებს. ამ მიაღწიეს ამას. ამას ვერ დაუკავებელ. ქართულ ოცნებას, თუმცა არ მინდა ახლა დღეს მაგაზე ვილაპარაკო. მაგაზე მე ბევრი ვილაპარაკე, მსმენელი და მომსმენელი ამას გაიგებდა. უბრალოდ რა არის, იცით? ნერონი, როდესაც საბოლოოდ უტირეს დედა ნერონს, ბოლო სიტყვა რა იყო მისი, იცი? ბოლო სიტყვა. დაუძახა ვინც ყავდა ირგვლივ უახლოესი გარემოცვა და შეეკითხა ერთი რაღაცა მარტო სიკვდილის წინ. როგორ ვითამაშე მე ჩემი როლი ცხოვრების კომედიაში?
კარგათო იმპერატორო, შესანიშნავი იყავიო. მე რას უყურებთო? დამიკარით ტაში. კი, დაუკრეს ტაში და დაამთავრა ცხოვრება. ბიძინა ივანიშვილს შეიძლება უახლოესი გარემოცვაც არ დარჩენს პინგვინის გარდა, რომელთანაც ჰუმანურ კონტაქტში ვერ შევა. აი ეს პლუსი კონდა ნერონს ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით. შეიძლება მან ესეც ვერ მოასწროს. აი ეს არის ფინალი მის მაგნაირი ადამიანების აღსასრულის. ცხოვრების კომედიაში. ბიძინა ივანიშვილი არ არის მეთოჯინე, ის არის მასხარა. იმიტომ რომ არა ვარ ჩვენი მასშტაბების სახელმწიფო, რომ ასე ვიცხოვროთ. აი ახლა არ ვიცი, მე მინდა უპასუხო საზოგადოების კითხვებს, უბრალოდ ამისთვის შეიძლება ცალკე ბლოგები გავაკეთო, მაგრამ აი ახლა ბატონი აქ სახელი და გვარი არ აწერია, მისვამს კითხვას. ჩვეულებრივი ქართული მოცემულობიდან, აი ძალიან რთულია, მე სერიოზულად ვამბობ, რომ საზოგადოებას ჭირს გაუნათლებლობის ფართო მასებს პოლიტიკური ცნობიერება არ გააჩნია, ანალიტიკური მით უმეტეს. ვის მხარეზე ხარ ვერ გავიგებ. მე მეუბნება რომ ვის მხარეზე ვარ, ვერ გაიგო ახლა კაცმა ვერ გაიგო. არ შეიძლება რომ არავის მხარეზე არ ვიყო ამ ბინძურ პოლიტიკაში. არ შეიძლება დავრჩე მოქალაქე, დავრჩე რიგი ჯარისკაცად, დავრჩე ჩვეულებრივ ადამიანად, მქონდეს ჩემი სამოქალაქო შეხედულებები მქონდეს. ხო შემიძლია, ხო მე ამის უფლება მაქვს. ხო მაქვს იმის უფლება ჩვეულებრივ რიგითი სამოქალაქო საზოგადოების წევრი. კი მე მაიძულეს ჩემი სამშობლოდან წასვლა. მე დევნილი ვარ ჩემი სამშობლოდან, მაგრამ ჩემი სამშობლო მე ხო არ მტოვებს. მე ხო ქართველი ვარ, მე ვერას დროს ვერ გავხდები ვერც ამერიკელი, ვერც გერმანელი, ვერც ფრანგი, ვერა, მე ქართველი ვარ სულით და გულით. და თუნდაც რამოდენიმე ენის ცოდნა ხო მე არ მაძლევს იმის უფლებას, მე ჩემ თავს უთხრა რომ შენ სხვა ერის წარმომადგენელი ხარ, მე ქართველი ვარ. და მე ვარ ჩემი ხალხის მხარეზე, ეს სხვის მხარეზე ვერ ვიქნები. და მით უმეტეს იმ ხალხის მხარეზე, რომლებიც ქართველი ხალხის მხარეზე არ არის. ეს არა დიდაქტიკური წარმოდგენები, ეს არის სწორი ლოგიკა, სწორი მსჯელობა, სწორი აღქმებია. შეიძლება სუბიექტურია და მე სწორად მიმაჩნია, მაგრამ აბა იყავი ძმაო შენ ამათ მხარეზე. და გაბედე მაშინ ამ შეკითხვის დასმა თუ ხო მარტივი შეკითხვა დასე, ხო შეურაცხყოფა არ მოგიყენებია, ხო ირონიით არ გითქვია, ნუ დაინტერესებული ადამიანი ხარ, მაგრამ ხედავ ვის მხარეზე ხარ შენ ვერ გავიგე ამ შეკითხვის დასმის უფლებას კი არა გაქვს შენი სახელით და გეშინია. ხედავ როგორ გეშინია? ეს მარტო აი ამ ბატონს არ ეხება რა. მე გეტყვით თქვენ რაშია საქმე, საზოგადოებას ეშინია. კითხვების დასმის კი არა, გვერდით დგომის ეშინია. კითხვას გვერდით ვინმეს რო დაუდგე, ჯერ შეკითხვა უნდა დასვა, ხო? ვინ არის, რა არის, რა უნდა. ამის ხმამაღლა დასმის უნარი უნდა გქონდეს. ამის გამბედაობა უნდა გეყოს. არა თუ ისე ახლა მე რო გამოვდივარ და ვსაუბრობ. არამედ არა, ესეთ შეკითხვებსაც ვერ სვამენ. რა გვერდზე დგომაზია ლაპარაკი. შიშით იმართება საზოგადოება. იცით რა ქვია ამას? ესეც ისევ ძველ კლასიკურ შედარებას გავაკეთებ. ძველი საბერძნეთი, ძველი რომი, ესენი სახელმწიფოს წარმოშვება ძირითადად და დემოკრატიის განვითარება და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება თუ სადმე მსოფლიოში იქნა, ხო, გაღვივებული, ეს იყო ორი კლასიკური ქვეყანა, ხო? სახელმწიფოების იყო რომი და ეს იყო საბერძნეთი და მერე მოგვიანებით რომი. რომელმაც აითვისა საბერძნეთის ღირებულებები, სამართლებრივი ღირებულებები, პოლიტიკური ღირებულებები და გაცილებით ძლიერი გახადა თავისი იმპერია, ვიდრე საბერძნეთს ჰქონდა, მაგრამ საფუძველი ხო საბერძნეთიდან ჰქონდა. და რატო ყვები იცით ამას? ამას ყვები იმიტომ, რომ სიტყვა ტერორი არის ბერძნული სიტყვა. და რას ნიშნავს იცით? შიშს. ტერორის გაგება როგორ შეიძლება იცი? საზოგადოების ტერორი. აი ტერორისტი ამბობენ სიტყვას, ხო? ანუ ხო, საიდან არის ტერორი, ხო? ანუ შიშის ფაქტორია, ხო? მაგრამ ამ სიტყვას თუ შევცვლი მიმართულებას, ფიგურული მიმართულებას შევცვლი ხალხზე გამოვიყენებ და ხალხს ჩავაგდებ ტერორში, მეც ხო ხელისუფლების წარმომადგენელი ვიქნები, ხელისუფლება არის თვითონ ტერორისტი. ხელისუფლება არის ტერორისტი მისი საზოგადოების ამ დღეში ჩაგდების, ხო? არის.
არის ფინანსური ტერორის განხორციელების მეთოდები, არის ამ შემთხვევაში ხარშინ ტერორისტი კი რა თქმა უნდა ხარ. დაბა რას ვიღებთ? შიშით მართვის მეთოდიკას ვიღებთ. შიშით გამძღარი საზოგადოებაა დღეს. შიშით მოარსებე საზოგადოებაა დღეს, რომელსაც არ აქვს მომავალი. ამ საზოგადოებას მომავალი არ აქვს, მან არ იცის გვერდში დგომა, მან არ იცის სამოქალაქო ერთობის ფასი. აი ეს არის ძალიან მარტივი პრეამბულა იმისი თუ რაც ხდება, რატო გვჭირს ქვეყანაში კლასიკური გაგებით ტერორი და რატო არის ნერონის მმართველობა, ბიძერონის მმართველობა ჩვენ ქვეყანაში. ცეცხლოვანი ბიძერონი, მე ასე დავარქვი მაგას და მე ღრმად მჯერა რომ ამ ფრაზას მოუწევს გავრცობა, იმიტომ რომ ეს რეალია არ შეიცვლება, ეს ასე დარჩება და ვაი საქართველო რო აი ამათ ხელში გიწევს ყოფა, როგორ უნდა ადგეს ჩემი ერი, როგორ უნდა გაიღვიძოს ჩემი ერი, სად არის გამოსავალი, იმაზე ვფიქრობ, მაგრამ სანამდე ეს აქტი არ დასრულდება და ტაქტი არ დასრულდება ჩვენი ცხოვრების, სანამ შიშს არ მოვერევით, რაც გითხარით კლასიკურად აი ბერძნული სიტყვის მნიშვნელობისა, ხო? მანამდე არაფერი არ იქნება, მანამდე ვიქნებით სულ დამწვრები, სულ ნერონის ბიძერონის მყრობელობის ქვეშ და ეს გაგრძელდება მანამდე, სანამ მისი ბიოლოგიური ყოფა არ მოიწურება დედამიწაზე. და მე ალბათ დატოვებს ამ ქონებას ოხრად, იმიტომ რომ ნერონსაც არ დარჩენია, მემკვიდრეები მინდა გითხრათ, ეს არის კლასიკური შემთხვევა, სხვათა შორის ასეთ ტირანებს მემკვიდრეები არჩებათ. იყავს ახლა ეს პატარა ბიჭუნები, მაგრამ საბოლოო ჯამში იმათ ბედიერლით ისინი ერთმანეთს შეჭამენ, როგორც კი ეს არ იქნება. მაგრამ აქ სხვადასხვა ფაქტორები მოქმედებს ბიძინა ივანიშვილის ყოფნასა და არ ყოფნაზე, გესმით? არავის არ უყიდია ამ ქვეყანაზე სიკვდილი და სიცოცხლე. არ მინდა რომ ვიღაცამ გაიგოს ეს რაღაცა თითქოს ღრმა ფილოსოფიურ თემას, ძალიან მარტივი ამბავი არის რა. ათეისტს წამს სიკვდილის და ქრისტიანს ჯერა სიცოცხლის. ათეისტს ჯერა რომ სიცოცხლე არ არის მარადიული და მორწმუნეს ჯერა რომ სიკვდილი არ არის მუდმივი. ამაშია სხვაობა, მეჩი არაფერში ეს არ არის სხვა რაღაცა ის რაც არ დამართნია ჩვეულებრივ მოკვდავ კაცს. ბიძინა ივანიშვილიც მოკვდავია რა. ბოლოს და ბოლოს იქაც მივა სამართალი. მაგრამ თუ მანამდე სოფლიო გეოპოლიტიკურ არეალში ამ პროცესებზე არ იმოქმედა დიდმა გოლდსტრიმის დინებებმა. მოგეხსენება თქვენ არსებობს რა. ბუნებაში ესეთი ცივი და ცხელი დინებები ქვია მაგას. პოლიტიკაშიც არის ესეთი მომენტები და ჩვენ ბევრჯერ გამხდარ ვართ მსხვერპლი ჩვენი ქვეყანა ამ პოლიტიკური სტაგნაციების. უახლოეს ისტორიას რო გადახედოთ, აგერ 19 საუკუნის ისტორიას თუნდაც რა. რაც ხდებოდა მსოფლიოში, იმის ანარეკლი ვიყავით ჩვენ, ჩემო კარგებო. ამის თქმა მინდოდა. ამას ვცდილობ გადმოვცე, ამას ვცდილობ მივაწოდო საზოგადოების ფართო მასებს, მასა და სულ ბლოკავენ. რატომ ბლოკავენ, არ ვიცი. ერთი თქვენი ჭირიმე, ჩემო საყვარელო ქოცებო რა. პოლიტიკურ დევნას ხო გიმადლით. რა ვიცი, გამანადგურეთ ადამიანი, მომსპეთ, მეტი ახლა კაცი რო საკუთარი მამის გასვენებაში ვერ ჩავა, პანაშვიძე ვერ ჩავა, უახლოესი ნათესავი რო დაეღუპება, იქ ვერ ჩავა. აბა ადამიანის ცხოვრება და თვითკავშირი რა არის მის პირად სოციუმთან. თორემ მე ჩემ ასაკში უკვე მეგობრებს არ იძენენ რა, თქვენი ჭირიმე. ჩემ ასაკში უკვე ადამიანები გადადიან იმ მიმართულებაზე, რომ მათ ნახევარი რაღაცა შექმნილი აქვთ. ხო და რა გინდათ ბიჭო, რა წაგართვით ქოცებო? სახლი წაგართვით, კარი წაგართვით, მოგპარეთ რამე ქვეყნის მივითვისე რამე. აი ის პროპაგანდონებს ვეუბნები და ნაცებსაც ვეუბნები სხვათა შორის რა. რა გინდათ? სიმართლე ერთ-ერთი რასაც ვამბობ, სიმართლეს ვამბობ და ამას მედავებით. და ჩემ მეტი არაფერი არ მაქვს, რო შემედავოთ და რა უნდა წამართოთ, რაც არ მაქვს. და რაც არ მქონია და რაც არ მომიპარია, თორე აქამდე 9 ჯერ აღვირდებოდით მაგ თემაზე.
გეუბნებით და დაგიძახებთ იზორი თავით თქვენი იზორიებით, თქვენი გაღწნილი გომელაურებით, თქვენი ბილწი უშიშროების სისტემით, რომელიც დაუქვემდებარეთ ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურს, ხო? და კიდე რამხელა იმაში ყავთ ქვეყანა ჩათრეული, რა ქვია, მამაძაღლობაში. და რამხელა მაიმუნობაში ყავთ ქვეყანა ჩათრეული. თქვენი კრიტიკა ახლა მე რაც ნაკრიტიკები მყავს ესენია შეიძლება ვიღაცა ჩემთვის იყოს მიუღებელი ვიღაცა ჩემთვის არ იყოს მისაღები რა მაგრამ დღეს ახლა უყურებ რა სოციალურ სივრცეებს უყურებ და ეგრეთ წოდებული ეგრეს მაგათ მე არ უყურებ მაგ პოლიტიკურ ტრიბუნებს მაგრამ ინტერნეტში რაც იდება მოკლე ფორმატებში ხედავ ანალიზისთვის ან მიგზავნიან ან მაწვდიან ინფორმაციას და რაღაცა ოპერატორი დაიჭირეს იმის გულისთვის, რომ Facebook-ში პოსტი დაუწერია და რაღაცა აზრი გამოთქვა, პოლიციელი არ მოეწონა და მაგიტო და 3000 ლარი დაადვეჯარი, რაც მე თქვენ ნაგინები მყავხართ და გაგინებთ. შეიძლება არ არის ეს მაინდა-მაინც სწორი ფორმა გინება ვიღაცის საჯაროდ, კი, ვეთანხმები, მაგრამ ვინც მე გამაკრიტიკებს, მოდი ჩემი ტყავი ჩაიცვას და იქიდან გადმოიხედოს რა, მაინდა-მაინც. თუ ასე არის, ასე ვეთქვი. ესე იგი მე ამგეს უნდა ვყავდე მაქსიმის პულიმეტით დახვრეტილი რუსები რო ხრატნენ ასე იმას რო რევოლუციის შემდეგ ხას და მის მერე და რეპრესიის პერიოდში რა და ასეც მივა ქვეყანაში საქმეთო სიტყვის ამოღება გახდება დანაშაული როგორ უნდა იყოს ჩემთვის ახლა მისაღები ვიღაცა პოლიტიკური ტრიბუნის გამშუქებელი რა მაგრამ იმან რომ Facebook-ზე რამე დაწერა და იმის გულისთვის რომ გამოაგდე შედედაატირებულო და დააჯარიმე და მოსპე ჯერ მეწადი იმის ხელფასი იკითხე რამდენია რა 3000 ლარი იმას აიდან უნდა გადაგიხადოს ხო ჯერ ერთი კაი თუ და რამე და არღვი და მეორე მე სამხედრო ოფიცერი 2008 წლის ომის ვეტერანი სამსახურიდან გამომაგდეს და დამიწერეს რომ Facebook პოსტის გულისთვისო გამოვაგდეთ სამსახურიდან რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩემი უფლებები მე სამხედრო ვიყავ სრულიად სამოქალაქო შეზღუდული კი არ იყო კაცო მე როგორ უნდა მიმეღო უსამართლობა და როგორ უნდა მეთქვა რომ ის ბავშვები რო აწამეს მართალი კაი საქმე იყო და უნდა როცა პროკურატურა დონდა სამხედრო პოლიცია დონდა თინახიდაშელი სისტემა მას ჩაბმული იყო და ყველაფერი და ის ოპერატორი ის ხო სამხედრო პირი არ ყოფილა კაი სამსახურიდან ვერ გამოაგდებდით ახლა გასაგებია 3000 ლარი ბიჭო საიდან უნდა გადაიხადოს იმას 3000 ლარი და უკანასკნელი ლუკმა რო წაართვით აგერ ვაგზალზე იმ გაჭირვებულ ვაჭრებს 3000 ლარს გადაუხდით თქვენ თითო კაც კომპენსა მეტი არა ჩემი მტერი მეტი არ არის ჩემი მტერი და იმას სოციალურ სიმაღლეებზე დაიწყებთ ლაპარაკს და ეკონომიკურ ზრდებზე დაიწყებთ ლაპარაკს და ამაზე დაიწყებთ ლაპარაკს და იმაზე ყველაფერში კი ადამიანი ვერ იქნები რა მაგრამ შენი ქვეყნის დაქცევას რო უყურებ ბიჭო გტკივა ეს და მიუღებელია შენთვის რამდენი ტროლი ყავს ამ გაჭირვებულ ქვეყანას ესე იგი ერთადერთი რისი პოტენციალიც აქვს რა ამ ტიპებს აი ახლა ვიღაცა ბესტსოა ესეთი რა ო კოცი ნაძირალა ნაბიჭვარი ჩოულებრივი ამის გამზდელს უნდა ვიალერსო აქედან ახლა რა უნდა დავყავ აი ტროლინგი პროკოცული ტროლინგი და აი თურმე ვიღაცა საინტერესებს ჩემი ფიზიკური მდგომა აი სიბრიყვე ვიღაცას აინტერესებს აი მე ფიზიკურად როგორ გამოვიყურები რა ვარცხნილობა მაქვს დღეს გაკეთებული აი რა სიბრიყვეა ღმერთო ჩემო ამა ახლა მგლისთავზეო სახარებას კითხულობდეო რა მაგრად აი სარკეშიო თუ იყურებიო მე მეუნება რა მადლობა ჯიგარო ჯანდაბას მე ვიყო კვაზიმუდო ვიყო მახინჯი ვიყო ცუდი შენ როგორც გინდა ისე დამარქვი მაგრამ შენ ხვალინდელ დღეს ბიჭო რო გაიღვიძებ შენ ამითი ხო ვერ შეცვლი აი ამ დონეზე არის მთელი ფართო მასა არის დასული აი ამ დონეზე ვის რა აცვია ვის რა ახურია ვის თმა როგორ აქვს შეჭრილი ვინ როგორ იყურება და არა იმაზე რომ ნახევარი საქართველოს გაიყიდა რა ვიცი მე 2.600.000 კაცი ემიგრაციაშია გასული რა ვიცი რა უნდა ვილაპარაკო მე კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ რა
და ერთი შეკითხვას მინდა აგერ დაგისვათ თქვენ ხელისუფლებაში ჩამჯდარო კლიზმებო რა, როდესაც თქვენი ნასაკმარით დედას უტირებთ ამ გასაცდაებულ მოსახლეობას სამედიცინო მიმართულებაზე არაფერს არ ვლაპარაკობ, არის დაავადებები, რომლებიც ადამიანებს სამწუხაროდ ემართებათ რა. და ამ ხალხს არ ექნებათ იმის საშუალება წამოვიდნენ და თუნდაც თავშესაფარი მოითხოვონ იმისთვის, რომ იმ კურნალონდა გადარჩენ რა. მე რას იზამთ? რამდენი იქნება მსხვერპლი ქვეყანაში რა? თითო ესე იგი მე არ წავიკითხავ ახლა აქ 1000 იდიოტი წერს, თქვენ ჩემო კარგებო, უსახელო და უგვარო არსებებო. თქვენ წადით და იმ უშიშროებას დაუსვით, შეკითხვა თურმე რო ფხიზლობს, ბრჭყალებში რო ფხიზლობს. წადით და იმ ბიძინა ივანიშვილს დაუსვით, შეკითხვა რომელიც უკანასკნელ სულს გართმევთ. და რომელიც არა ხალხს ართმევთ, თქვენ არ გართმევთ, თქვენ მაგაში 3000 ლარს იღებთ. აი ესეთი ტროლინგის ფასი არის საქართველოს 3000 ლარი. ოღონდ უნდა გქონდეს გამომწერების რაოდენობა უნდა ყავდეს და 3000 ლარს იხდის შავ ფულს უშიშროება და უშიშროების ოპერატიული თანამშრომლები. აი რაში უხდიან ამ ხალხს ფულს ამ გაჭირვებულებს, ამ იდიოტებს რა, ამათ გონიათ რომ ამითი საქმეს აკეთებენ. და კონკრეტული ადამიანები ყავთ აყვანილი 5-6 ადამიანი ყავთ მიჩენილი და მათი დავალება არის გეგმოს ნარატივები, დეзинფორმაციული ნარატივები. აი ეს არის მათი მისია. ამის თქმა მინდა მე და აი ამით არის დაკავებული მთელი საზოგადოება რა. თურმე მე მომითრევია ბიძინა 2012-ში. გესმის? მე მომითრევია ბიძინა 2012-ში. მე მოვკიდე ბიძინა ივანიშვილის ხელი და დავსვი, აი შენ იყავი სააკაშვილის მაგივრად და დავსვი, გამიგე? ამას რო შეკითხო, ქვეყნის ცხოვრება 2012-დან იწყება რა. იქეთ არ უყურებს 2003-დან რა ხდებოდა რომ მოვიდა ქვეყანაში. გამიგე? მე კი არა ხალხი რომელსაც კისერში მიადებით ბიჭო დანა და უკანალში დუბინკებს უკეთებდით და ზოგს ქუჩაში ცხრილავდით და ზოგს მანქანაში ცხრილავდა ქედან და იწყე ლაპარაკი. სისხლმა მოიყვანა. სისხლა მე თავშივე თქვი ამ ბლოგის თავში რა. ივანიშვილმა გამოიყენა საზოგადოებრივი სენტიმენტები. ასეა ეს ყველაფერი. ავი ეხლა რამდენი იდიოტს მე უნდა აუყვე, მაგრამ მე არავის არ ავყვები აქედან. აი, კითხვა სვამს ბატონი, რომ თქვენ რას ფიქრობთ 2028 წლამდეო გაძლებენო ესენიო. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ არ იქნება ეს პოლიტიკაში, მსოფლიო პოლიტიკაში კონსტრუქციული დინებების ცხელი ნაკადი ჩვენ მიმართულებაზე ხელისუფლება კუჩაში აგდია დღეს მდგომარეობით და ამღები მისი არავინ არ არის. აგერ ბატონი ეს არის მოკლე პასუხი, აგერ ეს კოცი ვან ჰელსინგია გადარეული რა, ერთი რომ ყველა მიხედოს რომ მის ლამაზ უკანონს. ამას ახლა რა გონია, იცი? ამას ქვეყანა გონია მისი პირადი ბოსელი გონია, გამიგე? მისი პირადი ბოსელი გონია. მაგარია რა. მაგარია რა. ყოჩა გააგრძელეთ ასე, გააგრძელეთ. ანონიმურ სივრცეში გააგრძელეთ არსებობა. აი, რაზე უნდა ვილაპარაკო? იმას ვლაპარაკობ, ჩვეულებრივი მოქალაქე ვიყავი, ვარ და ვაგრძელებ ჩვეულებრივ მოქალაქეთ ყოფას თქვა და ამას რო შეეკითხო, რა ქვია, ყოფილ პროკურორს ნაციონალური მოძრაობის და დღევანდელი ქართული ოცნების სახეს მამუკა მდინარაძის ყოფილი ნაცი არ არსებობს რა. და რო გადათვალო ქართული ოცნება, ქართული ოცნების
95% არის ყოფილი ნაციონალი რა. აი ესე კლასიკური ქურდობა არავის არ გაუკეთებია, როგორც ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა უცნებამ გააკეთა. ფაქტიურად რა ქნა იცი? აი გაძარცვა ნაცების მთელი პარტია და გადმოიბირა იქ და ვინც უარი თქვა განაცებაზე, ყველას მერე გაუკეთა მახრჩობელა კისერზე. მნიშვნელობა არა აქვს ამას. ვინც იქნებოდა და როგორც ერთგულების იმ პროჭებში ხო არის თავისებური ერთგულება რა. და იმ ერთგულების გულისთვის ყველას დედა უტირა რა. აი ეს არის სიმართლე. აი ეს არის სიმართლე. კაცრად ნათქვამი სიმართლე, მაგრამ სიმართლეა რა. როგორ აქ შექსპირს ნათქვამი, სიმართლის გულისთვისო, ავი საქმის გაკეთებაც შეიძლებაო. ხო და ამ საფუძველზე ამ ფილოსოფიით მოქმედებს ზუსტად ეს ქართული ოცნების დრამატული თეატრი. დრამატული თეატრი ბიძინა ივანიშვილის რეჟისორობით. მაკრები ხართ, ჭიგრებო. თქვენ ბიჭო, თქვენ ვინ დაგეწევათ? თქვენ უნდა განვითარდეთ. ძალიან შორს უნდა წახვიდეთ. გასტროლებზე უნდა გახვიდეთ. თქვენ გასტროლები გაკლიათ, თქვენ გჭირდებათ. თქვენ უფრო მეტი პუბლიკა გჭირდებათ. უნდა მოითხოვოთ, რომ აი ხალხმა გიყუროთ და ბიძინა ივანიშვილი, აპლოდისმენტები, აუცილებლად აპლოდისმენტები ბიძინა ივანიშვილის როდესაც სიტყვით გამოდის, როდესაც სიტყვას ასრულებს, რაც ხუხარეტაში, ცხოვრების კომედიაში. მეცინება ბიჭო, აბა ყველაფერს ახლა რატო იცინიო, აქ ცნობილი ქოცი. ამას ყველაფერს ვერ შეხედავ. თლა ტრაგიკული თვალით, იმიტომ ესაა ტრაგიკომედია. ეს არის ჩვეულებრივი ტრაგიკომედია. უბრალოდ მე რას ვისურვებდი, იცით, რომ მე ვისურვებდი იმას, რომ აი ეს მისი მონსტრები რო ყავს რა, ბერა, მანცა, დუტა, უტა ძალიან საშინელი ადამიანები არიან ესენი რა. მე ვისურვებდი, რომ ჭორვილის ნეხში აი რაც დანერგა მთელ საქართველოში რა, ჭორვილის ბოსელს თუ აი ჭორვილაში კაც პატიოსანი ადამიანები ცხოვრობენ. ქართველები ცხოვრობენ, მაგრამ რა ქნა? ეგეთია ყოფა მათი. როგორ შეიძლება კუთხით წარმომავლობის მთელ კუთხეს შეურაცხყოფა მიაყენო არანაირად. მაგრამ იმ ჭორვილაში რო ბოსელია, იმ ბოსელში რა, ცხოველის ნასაქმარი სუნი რო დააყენა მთელ საქართველოში. და აკეთებს ფულს. ოღონ აქ უკვე სხვა რომაელს დაესესხა რა. სხვა რომაელს დაესესხა. ფულსო სუნი არადისო. თუ არ ვწდები მარკუს ავრელიუსი იყო? თუ არ ვწდები თავს ვერ დავდებ. შვილმა უთხრა მამაო, ხალხი დაგვრცინისო რომშიო, ფასიანი ტუალეტები გააკეთეო, რას გავს ესო მამაო? ამ დროს იმ ტუალეტებიდან შემოსულ ფულს ითვლიდა. და ჩაყმან ფულში ხელი და მიუტანა ცხვირთან. დასუნა შვილმა და ფულსო სუნი არადის. არადის ბიძინა ივანიშვილის სუნი. არადის. ამიტომ იყნოსეთ ეს მაგ ფულში ნაშოვნი სურნელება და ვინც ახართ მაგ აზროვნების და მაგ მიმდევრობის და გიხარიათ და გიყვართ ბატონი ბიძინა, ქველმოქმედი ბატონი ბიძინა, ექვთიმე ბატონი ბიძინა, ნერონი ბატონი ბიძინა, გააღმერთეთ. მალე გამოგიყვანთ ბარეორს და გაგაკრავთ აგერ ჯვარზე, როგორც ნერონი აკეთებდა მაგას. ალალი იყოს ვინც ამას გააკეთეთ, ვისაც ამას გაგიკეთებთ, იმიტომ რომ თავის დროზე როცა თქვენ ძმას უჭირდა, თქვენ მეგობარს უჭირდა, თქვენ მეზობელს უჭირდა, შეკითხვის დასმაც კი ვერ გაბედეთ თქვენ სოროებში შეყუჟულებმა და რას დაიმგვანა იცი საქართველო ჭაბუაბი რეჯიმის უკდავ საგაში თუთაშხიაში ხლისტები არიან ზუსტად აღარ მახსოვს რა ქვია იმ თემს რა ბუდარა და ბუდარეხას ამბავი როა და შეყუჟულები სახლიდან თავ გამოწეულები ასე მისი მეგობრის კარგი რო არ უხარიათ ანუ შეკითხო მართლმადიდებლური მორალით ცხოვრობს მთელი ერი ეს არის სიმართლე არაგული გითქმოდეს რამდენი რამე ამ ცნებაში ხო იქამდე ყანისა მოყვასისა შენისა რა სახლისა მოყვასისა შენის ცოლისა მოყვასისა შენის და არცა ყოვლისა საცხოვრისა ისა რადიცა იყოს მოყვასისა შენისა თუ არ ვწდები ასეა ხო
მარტოშური და ბოროტება ურთიერთ ბოღმა გაგუძებული. ოღონდ სიმართლეს ნუ იტყვი, ოღონდ კარგს ნუ იტყვი, ოღონდ რამეს ნუ იტყვი და იმის დედავატირე რა. თქვენი ჭირიმე რა, მე თქვენის ნებართვით ამდენ იდიოტს თავბლოკავ რა, რასაც მიგიწვდებაო ხელიო რა, როა ნათქვამი ჩვენი წილისარეველა იქ უნდა მოვთხაროთ, ვაკიდანაც მოვთხარი. იმიტომ რომ შევწყვიტავ რა, აი ამ იდიოტების დაფინანსება, სხვა შემოუშვან, სხვას გადაუხადონ 3000 ლარი ახლა. 3000 ლარი საქართველოში კარგად იშოვება ჩემ გინებაში და ჩემნაირების გინებაში. ასეა რა, ბიზნეს თეატრის მსხვერპლი ვარ, ყველა მე პირადად ბიზნეს თეატრალური ანსამბლის მსხვერპლი ვარ. შეიძლება ასე ითქვას, რთულია საკუთარ თავს ასე დაუძახო, მაგრამ ბიჭო კაციც ვერ ნახეს მაგის დედავატირე, კაცური კაცი, ყვერებიანი კაცი, რო ვინმე მოეგზავნათ და აი თუნდაც ხო, აი კაცი თუნდაც გასალახია, მიდი მაგის დედაც ვატირეც ემოს კაცმა რა. რუსთაველის თეატრის მსახიობი ვიღაცა ჩათლახი მომიგზავნეს, რა 9 ჯერ გაბოზებული. და ბანდა მოაყოლეს ზურგს უკან 5 კაციანი თავისი ვიდეო გადამღებით, პოსტივი ჟურნალისტით, თავისი ადვოკატით, ყველაფრით ასე გამიკეთეს ჩასაფრება რა. ბიჭო, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება. აი ბიძინა ივანიშვილის კონცერნში. ეს ხო არის ნერონი. დიდი თეატრალი, დიდი ტრაგიკოსი, დიდი კომიკოსი, ცხოვრების კომედიაში. აი ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იმ უშიშროებაში ზიან ამისი პატენტები რა. პატენტი რეჟისორები. და დგამენ და წერენ ამ იდიოტობებს და კი არ მჯერა და მწამს კაცო. რო ჩავხედე იმ უშიშროების ფაილებს, მაპატიეთ რა. ხის ძირში რო შეიძლება მიმეშარდა, აი ისიც კი ქონდა უშიშროების თანამშრომელს დაწერილი რა. აგერ ახლა ანანომ წერს ვიღაცა ანო თუ ანანო რა. მიშა თუ ბიზნაო საქართველო ანო ჩემო კარგო საქართველო. აი ესე გაგცემ პასუხს რა. აი ვიცით მაო თუ ასეთი მნიშვნელოვანი კაცი ვიყავი რომ მთელი უშიშროება ჩემ ნაბიჯებს აკონტროლებდა დამსდევდით. ყველაფერი გაინტერესებდა. თაგერეკად პირდაპირ და გეტყოდით რასაც ვფიქრობდით თქვენზე რა. აი ვიცი, ღმერთმა გაგიმარჯვოთ რა. მოკლედ ესეა. თუ რომელიმე მიმართულება დაიწვება, ახლა რა ვიცი, არ ამგონია შავი ზღვა დაიწვას, მაგრამ ანაკლია განსაკუთრებით. ზღვაზე ომი ხომ მოუგო იმას ხაზარაძეს. ლამის მთელი გეოპოლიტიკა რო შეთხარეს იქ. აუ, დავიქეცით ქვეყანა ზღვაზე თურმე უზარმაზარ ზღვაზე არაშენ და ანაკლია, როცა ქვეყანას ბათუმის პორტი აქვს და ბათუმის პორტი აქვს და ფოთის პორტი მარტო ყველაფერს თავი რო დაანებო სოფლიო მნიშვნელობისაო, სამწუხაროდ ჩავ სიაშია შეტანილი რატო? იმიტომ რომ იარაღით ვაჭრობა ხდებოდა იქეთ. იქაურობა ხო ააწვეს და ააშენეს. ყველაფერი გაყიდული აქვს და გამამაძაღლებულია. მარტო საქართველოდან ემიგრირებული მონებად წასული მეზღვაურები ქვეყანაში 4 მილიარდი ლარის სუბსიდიას გზავნიან. ფულის მეშვეობით ერთ საზღვაო ბანკი გაკეთდებოდა მარტო ქვეყანაში. არც ეს არ არის, რა თქმა უნდა, არც ეს არ არის გაკეთებული. მარტო ამათი საბანკო სისტემებია გაჭიმული რა. ხო მოუგო ზღვაზე ომი. და ეხლა უკვე ვაგზალზეც მოუგო ომი, დაუწვა იქაურობა, მისცა ცეცხლს დაბუგა ყველაფერი რა. მალადეს, აუ, ბიჭო, რა გაზრების ხალხი, ერთი კაცი ვერ გამოვა რა, რომელმაც შეიძლება ამას ყველაფერს სერიოზული შეფასება მისცეს რა.
ყველგან სპეციალისტებში ჩაჯმა ყავს. თუ ვინმე ჭკვიანი იყო, ათვისებული ყავს უცხოეთს, უცხო ქვეყანას წაყვანილია უკვე ყველა. ზოგი ძლიერი ფიზიკოსი იყო ამერიკაშია წასული. წაყვანილი ყავს. ძლიერი მათემატიკოსი იყო, გაყვანილი ყავს ქვეყნიდან. ძლიერი ქიმიკოსი იყო, გაყვანილი ყავს ქვეყნიდან. ვინო ვართ არჩენილები, სადა ვართ? აი ეგერე რა გითხრათ აბა ჩემო კარგებო რა ვიცი ახლა ვერაფერს ვერ გეტყვით რა აი ბოლო ჟამის რაინდო აგერ მწერს ირაკლა როგორ ახარ მე კარგად დავარ ირაკლი ჩემო კარგო თავად როგორ გიკითხო დაიწყო უკვე ხაზარაძის ოფისი თუ გახართ ჯერ მაგ ფეხზე რა ვიცი ისე კითხავ შენს მიმართ არა მაქვს ცუდი შეხედულებები არც მექნება იმიტომ ვიცი კაი გულის კაცი ხარ შენ და შენ ახლა რა გითხრა იქეთ ახარ მოსაკითხი იქეთ ახარ მოსაკითხი ისე მიყავთ ჩვენი ქვეყნის საქმე თუ არ მოგიწია მალე ბარგის ჩალაგებამ ამათ ხელში აი ამას გეტყვი გულახდილად რა აი ვიცი გული მტკივა მართლა გული მტკივა და მართლა მაწუხებს ეს ყველაფერი და მართლა მხვდება გულზე ყველაფერი იმიტომ რომ თვითონ თაობა და თვითონ ახალგაზრდები იზრდებიან, მოდიან და რა ვიცი, ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოვლენაა, ხო? თუ ოჯახიდან ვინმეს გამოყვა რაღაც. თუ არა იმის იქეთ არა რა. იმის იქეთ არა, სახელმწიფო არ აკეთებს თანამონაწილეობას. არ აკეთებს თანამონაწილეობას. ის მოქალაქეთ გაზრდაში. აი ამის თქმა მინდოდა. და ბოლოს ყველას ვთხოვ რა, ჩემო კარგებო, ნუ სანამ ბოლო თემა შევეხებოდე, განვიხილავდე რა. აი საყროლებული თემა რო აქვს რა, ნანუკა ჟორჟოლიანი. საბოტაჟის მუხლით საქმის აღზრა. ბიჭო, ეგენი რო კრიმინალები არიან გასაგებია, მაგრამ კოაბიტაცია თქვენ არ დაუშვით მაგათთან? და როგორ არის მე სისხლის სამართალში ისა დანაშაულის თანამონაწილეობა დანაშაულებად და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ადრესატებად თქვენ არ გხდით თვითონ კოლაბორაციის უკაცრავად კოჰაბიტაციის განმარტება კლასიკური წესით ამის განმარტება მე მქონდა ამაზე აქ საუბარი რა ეს არის უცხოური ტერმინია და ფრანგული ტერმინია და ხმარობენ ამას ძალიან სიღრმისეულად ხმარობენ ამას სხვათა შორის ამას არ ხმარობენ იმ გაგებით როგორც ამათ მიაწოდეს ეს კოჰაბიტაცია მინდა აგიხსნათ რა იმიტომ რომ ამას ხმარობენ ტექნიკურ საკითხებში ამ სიტყვას და მის მნიშვნელობას კოჰაბიტაციას და ეს არის შეთანხმება კოლაბორაცია ეს არის კოლაბორაციის ფართო გაგებით მნიშვნელობა, რომელიც უფრო ფართო დიაპაზონის არის და მოიცავს თანამშრომლობას და არა თანაცხოვრებას. მინდა რომ ეს იცოდეთ რა. ამიტომ თქვენ ქართულ ოცნება როცა გითხრეს, რომ დანაშაულთან უნდა გაგეკეთებიათ თანამშრომლობა და თქვენ ამაზე დათანხმდით, თქვენ არ გახდით დამნაშავეები? და ეს არ იყო ქვეყანაში საზოგადოების აზრის წინააღმდეგ პოლიტიკური დაკვეთის წინააღმდეგ წასვლა, რაც საზოგადოებამ თქვენ დაგიკვეთათ, არა მე კი გააყალბეთ არჩევნები ბევრჯერ, მაგრამ მაშინ 2012-ში როცა მოსულები იყავით რა. ხო იყო ეს თქვენს მიერ ჩადენილი ძალიან ცოცხალი კრიმინალი. ხო და მინდა აქედან გითხრათ. ტრაქს ნუ ათამაშებთ. სცენარებს ნუ დგამთ, ხალხს შავპურს ვერ აჭმევთ. ისევ იმ რომში რო დაუბრუნდეთ. რომში როგორ იყო, იცი? შავპურს აძლევდნენ ჩვეულებრივ მოქალაქეებს. ღარიბ მოქალაქეებს. როგორ მოქალაქეებს? მონებს არა. თავისუფალ მოქალაქეებს, ვისაც არ შეეძლოთ თავისი გამოკვება. და აუცილებლად მართავდნენ სანახაობას. შავპურს თქვენ ვერ აძლევთ. ვერანაირ მოქალაქეებს, თქვენ მონებს აძლევთ კი. მონებს კი, თუმცა პირიქითა გაქვთ ეგ ფორმულა შებრუნებული. მონებს აძლევთ, მონები უნდა ყავდეთ მაძღარი აგერ რა, სიმართლის თმელი ხალხი რო აგინონ და ნარატივები ჩანერგონ და ხალხს არაფერს არ აძლევთ. სანახაობას უნიჭოს დგამთ.
არ არის ეს ბიძერონის, იგივე ნერონის, თანამედროვე ნერონის მიერ დადგმული თეატრები არ არის ეს მოწყვლადი საზოგადოებისთვის. გინდა ნანუკა შეიყვანეთ მაგ როლში, გინდა ვინც გინდა შეიყვანეთ, გინდა რაც გინდა დადგით, ეს არ იძლევა სასარგებლო სურათს თქვენთვის და არ გიხანგრძლივებთ ხელისუფლებაში ყოფნის გარანტიას. თქვენ ამოწურეთ უკვე მაგ ლიმიტი, თქვენ აგდიხართ ქუჩაში და ერთადერთი თქვენი პლუსი რჩება ის, რომ გოლფსტრიმის ცხელი დინება არ წამოსულა მსოფლიო პოლიტიკიდან თქვენი მიმართულებით და კიდევ იცით რა არის? კიდევ არის ის, რომ არავინ არ აქვს ქვეყანაში ისეთი, რომელიც ქუჩაში დაგდებულ ხელისუფლებას აიღებს ხელში. ამის თქმა მინდოდა მე. ახლა დროებით დაგემშვიდობებით. ყველას ვთხოვ, ვინც მიყურებს, ვინც მეთანხმება, ვისაც აინტერესებს ქვეყანაში პოლიტიკო-სოციალური მოვლენები, გამოიწეროს ჩემი არხი, გააზიაროს ჩემი არხი, დარჩეს, რა თქმა უნდა, ამ პლატფორმაზე, ჩემ სოციალურ პლატფორმაზე და თითოეულ თქვენგანს მინდა უსურვო ჯანმრთელობა, კარგად ყოფნა, გაძლიერება და ოცნებები არა. იმედის სურვილის გაძლიერება მინდა უსურვო, იმიტომ რომ მე პირადად მე შეიძლება ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ მე ოცნებებით არ ვცხოვრობ, მე ვცხოვრობ იმედით, მაგრამ არც იმნაირი იმედით, როგორც ამას ბიძინა ივანიშვილი გიქმნით ტელეკომპანია იმედის სახით. იმედი უნდა იყოს სუფთა და იმედი უნდა იყოს შრომაზე, რა თქმა უნდა შრომაზე და ისიც ტიტანურ შრომაზე დაფუძნებული იმ შემთხვევაში უწერია მას გამართლების პროცენტული შანსი აქვს სხვანაირად ესეთი იმედები ოცნებებს გვგავს და ისინი კვდებიან ისე როგორც ბიძინა ივანიშვილის შექმნილი ილუზიები რა. გმადლობთ ყურადღებისთვის, გამომიწერეთ, მიყურეთ, ვიყოთ ერთმანეთთან კავშირში და ჩავერთოთ და გავუმწაროთ ამათ ყოფა და ცხოვრება, იმიტომ რომ ამათ ესეთი რაღაცეები ტკივათ ნამდვილად.